პირველი რაუნდი. დაიწყო ჩვენი დაპირისპირება გოგა ბრეგვაძე გიგია ნონიკაშვილი. კარგად შეუტია აქ ნონიკაშვილმა. ორი ზუსტი დარტყმა განახორციელა. გურვის კარგი ბრძოლა ხონდა გუშინ, ალბათ გახსოვთ ბრეგვაძისა, გაბელიასთან და ნონიკაშვილისა, გიორგი გაგუასთან. ახაც ორივე დაახლოებით ერთი სტილის მოკვევია, უფრო ისეთი ახლო და შუა დისტანციიდან იბრძვიან, ორივეს ისეთ საკმაოდ მძიმე დარტყმა აქვს, ბრეგვაძე მიიწევს ახლა წინ, ცენტრში ძირითადად ის არის ხოლმე. ისეთი განსაკუთრებულად უპირატესობა ჯერ არც ერთს არ აქვს. გამოკვეთილი არც ერთი არ არის ჯერჯერობით პირველ რაუნდში. ორივე ალცილა ეხა ბრეგვაძემ. თუმცა შემდეგ შეტევაში მოაწყდა მარცხენა. აქამდე ნონიკაშვილი კარგად იცავდა თავს. პირველი რაუნდიც მიიწურა უკვე. სულათი წამი, სულათი ძირითადად ერთია, ბაგიბებთან ავიხოდნე ნონიკაშვილი, ეს არ ნიშნავს, რომ ის ბრეგვაძეს ჰქონდა რამე განსაკუთრებული უპირატესობა. იქიდან საკმაოდ წარმატებით იცავდა თავს ნონიკაშვილი და უტევდა კიდეც, თუმცა ბრეგვაძესაც ჰქონდა შედეგიანი დარტყმები. ვნახოთ ანგარიში ხმები გაიყო, მოგვთ გაიყო ნონიკაშვილის სასარგებლოდ. ნონიკაშვილს 4 ხმა, 4-1, ბრეგვაძეს 1. ნორვეგი დაიწყო მეორე რაუნდი.
კარგად გააკავა, ხა ახლო ბრძოლაში შევიდა ნონიკაშვილი, არაფერს გაკეთების საშუალება არ მისცა მეტოქეს, ისევ შემტევი პოზა აქვს. ახაც აიცილა გორელმა ყველაფერი. ისევ წავიდა მორიგ შეტევაში ბრეგვაძე და ისევ დაასწრო ნონიკაშვილმა ქონდა მას ამ ბოლო მონაკვეთში მინიმუმ 2 ზუსტი დარტყმა. კარგი მარცხენა ბრეგვაძის. მარცხენა ხუკი ნონიკაშვილის მხრიდან კიდევ ერთი მარცხენა სულათი ავიშლება ტაქტიკურად ძალიან ისე კარგად მიიღავს ბრძოლა ნონიკაშვილს თითქოს გაფრთხილება გაფრთხილება მიიღო ნონიკაშვილს. აი ამან კიდე შეიძლება შეცვალოს ყველაფერი. წინახელით მიჭდა ბრეგვაძე არ იყო ძლიერი დარტყმა, მაგრამ მოარტყა. გადავიდა მორიგ შეტევაში. ყველაფერი იგზა ქონდა ნონიკაშვილს, მაგრამ აი ეს გაფრთხილება, აი ამ გაფრთხილების შემდეგ უკვე გაგვიჭირდება. აქ მე მგონი კარგი ხნისწინ იყო საჯის ნიშანი, დარბაზი სავსეა, ხმაურია, ბოლო 20 წამი შეიძლება ვერ გაიგეს. მოარტყა აქ მარცხენა ბრეგვაძე. გონგი, ეხლა უნდა გავითვალისწინოთ უკვე გაფრთხილებაც. ეხლა მოგახსენეთ, ბრეგვაძემ რაუნდი ხუთივე საჯთან შესაბამისად. ერთი საჯი მოგებულია გაფრთხილება აქვს თან ნონიკაშვილს 19-18 იგებს ბრეგვაძე 4 საჯთან და 1 საჯთან მოგებული აქვს 27 ეს იმას ნიშნავს რომ აქვს შანსი ნონიკაშვილს 19-18 ანუ რეალურად ეს გაფრთხილება რო არა იქნებოდა 4 საჯთან ფრე და ერთთან წინ იქნებოდა ბრეგვაძე ჯერ გარკვეული არაფერი არ არის, უკვე ისეთი უპირატესობა აქვს. თითქოს 4 საათიდან იგებს, მაგრამ საკმარისია წააგოს მესამე რაუნდი ბრეგვაძემ, რომ საჯებთან გათანაბრდება ანგარიში და ნონიკაშვილს მისცემენ. მაშინ უპირატესობას, იმიტომ რომ მას 2 რაუნდი იქნება მოგებული. მესამე რაუნდი, რომელიც გადაწყვეტს ყველაფერს. წავიდა ისევ ბრეგვაძე შეტევაში. მოარტყა მუცელში. აქ ეს ტაქტიკა რაც ქონდა ნონიკაშვილს და რომელმაც წარმატება მოუტანა მას პირველ რაუნდში მესამეში აღარ გამოადგება თვითონ უნდა შეუტიოს ბრეგვაძე ზუსტი იყო ბოლო შეტევაში ასმა შეეხსნა ფეხზე გიგი ნონიკაშვილს წავიდა შეტევაში ნონიკაშვილი თუ არცდები პირველად დაიწყო კარგი მარცხენა მოაწყდეს მარცხენა ხუკი აი მერცმა გაფრთხილებამ ესე შეცვალა შეიძლება იმ გაფრთხილებამ საჯების გადაწყვეტილებაზეც იმოქმედა და თუ რამე განსაკუთრებული უპირატესობა მეორე რაუნდში ბრეგვაძეს არ ქონია დაღლა უფრო შეეტყო გორელს. კიდევ ერთი კარგი მარცხენა ნონიკაშვილის. აიცილა კარგად გორელმა და მოარტყა შემდეგ მარჯვენა. კიდევ ერთი მარჯვენა ხუკი. მესამე რაუნდში ჯერჯერობით გონი უკეთესია ნონიკაშვილი.
ჯერ გვაქვს დროს რაღაც მინიმუმ 1 წუთი. ალბათ. ცოტა მეტი. აქვეგვაძის შეტევა იყო. ახლა შეიძლება ყველა დარტყმას უკვე მნიშვნელობა კონდეს რაუნდის ბოლომდე. წუთზე ნაკლებია დარჩენილი. აცილა 2, მაგრამ მესამე მოარტყა ბეგვაძემ. ცოტა მეტი აქცივობა ჭირდება ეხლა ნონიკაშვილს. მოარტყა აპერკოტი მარცხნიდან. კიდევ ერთი ხუკი მარცხენა. გორელის მხრიდან. ბოლო 2 დარტყმა ნონიკაშვილის იყო. ბოლო 10 წამი. ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული ბრძოლა. რომელიც კიდევ უფრო დაძაბა იმ გაფრთხილებამ. კონგი. ავიცი ვერ გეტყვით მე ბოლო 2 დარტყმა მომეჩვენა უმეტი დარტყმა ნონიკაშვილს ჰქონდა, თუმცა არ ვიცი თუ ასე იყო, მაშინ გათანაბრდება ანგარიში და აი ეს დამატებითი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ მსაჯებმა იმ გაფრთხილების გამო. 28-28 იქნება რამდენიმე მსაჯთან და ერთ-ერთს უნდა მიანიჭონ უპირატესობა. სავარაუდოდ ასეთ შემთხვევაში მას მიანიჭებენ ვინც 2 რაუნდი მოიგო. ეს იყო 75 კილოგრამის ფინალი. საქართველოს ჩემპიონის ტიტული. საჯების ერთიანი გადაწყვეტილება. ერთიანი. გოგა ბრეგვაძე ჭირადობას მოუგია 5 მსაჯთან მესამე რაუნდი და საბოლოო ჯამში 5-0 გამოვიდა ანგარიში. როგორც ისეთ მატყუარ ანგარიშია არსებითად რეალურად საკმაოდ თანაბარი ბრძოლა იყო. დღეს ყველაზე დაძაბული დაპირისპირება ჰქონდა. ჯიაფურამ დაასრულა 1 ოქროს მედლით და გორს ამ მომენტისთვის აქვს 2 ოქრო და 2 ბრინჯაო და ყავს კიდევ ერთი ფინალისტი. უკაცრავად გორებს ამ მომენტისთვის აქვს 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაოს მედალი. შემდეგი ოქროს მსაჯები. რეფერი სანდრო ბათუმი. საჯები პირველი მაგიდა ზელიხან სულთანოვი თბილისი, მეორე მაგიდა ედუარდ მარტანოვი რუსთავი, მესამე მაგიდა